ეს არის ჩემი Telegram-ის აპლიკაცია, სადაც გახსნილი მაქვს ჩატი ჩემს ასისტენტთან, რომელსაც ეხლა მივცემ ერთ დავალებას და ერთად ნახოთ, როგორ შეასრულებს მას. დავალებას გაუგზავნი voice-ის სახით. CRM ფაილში მოიძიე კონტაქტი დავითი და გაუგზავნე მას მეილზე შემდეგი შეტყობინება. ტექნიკური მიზეზების გამო გთხოვთ გადადოთ შეხვედრა 1 საათით. voice-ი გაუგზავნე და მოდი ერთად ნახოთ, როგორ შეასრულებს ჩვენს დავალებას. როგორც ხედავთ, გამომიგზავნა შეტყობინება, რომ დავითთან წარმატებით გააგზავნა მეილი. რეალურად ეს მეილი არის ჩემი ერთ-ერთი აქტიური მეილი და მოდი ერთად ნახოთ, როგორი შეტყობინება მოგვიო მეილზე. მოგვივიდა მეილი და მოდი გავხსნათ, ნახოთ, რა წერია ჩვენს შეტყობინებაში. როგორც ხედავთ, გამარჯობა ტექნიკური მიზეზების გამო გთხოვთ გადადოთ შეხვედრა 1 საათით. პატივისცემით გიორგი. ჩვენმა ასისტენტმა დავალება შეასრულა ზედმიწევნით. საქმე იმაშია, რომ ანა რეალური პიროვნება არ არის. ის AI აგენტია, რომელსაც Telegram-ის საშუალებით ვაძლევ დავალებებს და ჩემი დახმარების გარეშე ის დამოუკიდებლად ახერხებს ამ დავალებების შესრულებას. ამ ვიდეოში მე გასწავლი, როგორ უნდა შექმნა AI აგენტი, რომელიც შენთვის შეასრულებს დავალებებს და მოახდენს პროცესების ავტომატიზაციას. აგენტური AI და ავტომატიზაცია დღეს საკმაოდ დიდი ვრცელი და ცხელცხელი თემაა. ასე რომ ყველაფრის ერთ ვიდეოში ახსნა და ჩვენება შეუძლებელია. ამიტომ მე ვამზადებ ონლაინ კურსს ამ თემასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი. კურსში გასწავლით ყველაფერს AI აგენტებსა და ავტომატიზაციასთან დაკავშირებით, ნულიდან დეტალურად და ნაბიჯ-ნაბიჯ. შევქმნით რამდენიმე საინტერესო და კომპლექსურ აგენტს, რომელიც თქვენი მუშაობის პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს, რითიც დაზოგავთ უამრავ დროს და რესურსს. ასე რომ დაელოდეთ კურსს. ბოლო დროს ჩვენს ცხოვრებაში ახალი ჭკვიანი მეგობრები გამოჩნდნენ. იქნება ეს ChatGPT, Gemini, Grok თუ სხვა. ჩვენ მათ ვთხოვთ დახმარებას მუშაობის და სწავლის დროს, ან უბრალოდ მათ გასართობად ვესაუბრებთ. იცით რა აერთიანებს ხელოვნური ინტელექტის ამ ინსტრუმენტებს ერთმანეთთან? ისინი წარმოადგენენ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს. გენერაციული AI ეს არის ხელოვნური ინტელექტის ისეთი ტიპი, რომელსაც შეუძლია ახალი ორიგინალური კონტენტის შექმნა, არსებული მონაცემების საფუძველზე. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ტრადიციული ხელოვნური ინტელექტი ცნობს და აანალიზებს ინფორმაციას, მაგალითად ცნობს სახეებს ფოტოზე, გენერაციული AI ქმნის რაღაც ახალს. მას შეუძლია ტექსტის შექმნა, სურათების გენერირება, ვიდეოს და აუდიოს შექმნა და კიდევ ბევრი სხვა რამის გენერაცია. თუმცა, გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ AI-ის ევოლუციის შემდეგი საფეხური, ანუ აგენტური AI. აგენტური AI ეს არის ხელოვნური ინტელექტის ის მიმართულება, სადაც იქმნება ავტონომიური, ანუ დამოუკიდებელი აგენტები. მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად და აქტიურად მოქმედება კონკრეტული მიზნის მისაღწევად. აგენტურ AI-ს შეუძლია თავად შეიმუშაოს ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმა მიზნის მისაღწევად, მოიძიოს და გაანალიზოს ინფორმაცია ინტერნეტში ან სხვა წყაროებში, შეასრულოს კონკრეტული დავალებები, მაგალითად შექმნას ვებსაიტი, გააგზავნოს ელექტრონული პოსტა, ან თქვენ ნაცვლად დაპოსტოს სოციალურ მედიაში. ეს სფერო ცვლის ჩვენს წარმოდგენას AI-ზე. აქამდე ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ვუსვამდით კითხვებს, ვაძლევდით მითითებებს, ახლა კი მას შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა. მაგალითად, თქვენ ხართ მცირე ბიზნესის მფლობელი და გსურთ გაანალიზოთ ბაზარი ახალი პროდუქტის დასამატებლად. ამისთვის თქვენ შემდეგ დავალებას აძლევთ AI აგენტს. გაანალიზეთ ჩემი 3 მთავარი კონკურენტის ონლაინ აქტივობა ბოლო 3 თვის განმავლობაში. დაადგინე, რომელი პროდუქტია მათთან ყველაზე პოპულარული მომხმარებლების კომენტარებისა და სოციალური მედიის ჩართულობის მიხედვით, მოამზადე მოკლე ანგარიში და მომეცი რეკომენდაცია ახალი პროდუქტისთვის, რომელიც ჩემს ასორტიმენტს მოუხდება. რას აკეთებს AI აგენტი? ის შედის კონკურენტების ვებსაიტებზე, სოციალური მედიის გვერდებზე და ონლაინ პლატფორმებზე. აანალიზებს ასობით მომხმარებლის კომენტარს და გამოავლენს, რომელ პროდუქტებს აქებენ ყველაზე ხშირად. ის აგროვებს მონაცემებს ერთიან დოკუმენტში, ადარებს კონკურენტების ფასებსა და მარკეტინგულ სტრატეგიებს, ამ ანალიზზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ ანგარიშს, კონკურენტი X კომპანია ყველაზე წარმატებულად ყიდის მაგალითად ცივ ყავას, რომელზეც მოთხოვნა ზაფხულში 50%-ით გაიზარდა. გირჩევთ დაამატოთ მსგავსი პროდუქტი თქვენს ასორტიმენტში. ახლა განვიხილოთ პირადი HR ასისტენტი აგენტის მაგალითი. დაუშვათ თქვენ ეძებთ სამსახურს და გსურთ პროცესი მაქსიმალურად ავტომატიზირებული და ეფექტური გახადოთ. AI აგენტს აძლევთ შემდეგ დავალებას. ყოველდღიურად შეამოწმე JobsG-ს, HR-ს
და LinkedIn-ის გრაფიკული დიზაინერის ვაკანსიები თბილისში. როცა იპოვი ვაკანსიას, რომელიც ემთხვევა ჩემი CV-ს უნარებს 80%-ით მაინც, მოარგე ჩემი სამოტივაციო წერილი შაბლონი ამ კონკრეტულ კომპანიას და ავტომატურად გააგზავნე განაცხადი ჩემი სახელით ელექტრონული პოსტის დახმარებით. ყველა გაგზავნილი განაცხადი შეინახე Google Sheets-ის ფაილში. რას აკეთებს აგენტი? ის რეგულარულად სკანირებს სამუშაოს საძიებო პლატფორმებს მითითებული პარამეტრებით, ადარებს თითოეული ვაკანსიის მოთხოვნებს თქვენ CV-ში არსებულ ინფორმაციას, იღებს სამოტივაციო წერილის შაბლონს და ცვლის საკვანძო სიტყვებს, მაგალითად, კომპანიის სახელს, ახსენებს ვაკანსიიდან კონკრეტულ მოთხოვნას და უკავშირებს თქვენს უნარს. შედის თქვენს ელექტრონულ პოსტაში, რა თქმა უნდა, თქვენ მიერ მიცემული ნებართვით და აგზავნის განაცხადს პერსონალიზებულ წერილთან და CV-თან ერთად. ბოლოს ხსნის Google Sheets-ის დოკუმენტს და ამატებს ახალ რიგს, კომპანიის სახელი, პოზიცია, გაგზავნის თარიღი და ვაკანსიის ბმული. ეს მაგალითები კარგად აჩვენებს, რომ აგენტი არ არის უბრალოდ ინფორმაციის მომწოდებელი, არამედ მიზნის მიღწევაზე ორიენტირებული სისტემა, რომელსაც შეუძლია დაგეგმვა, ინსტრუმენტების გამოყენება და მოქმედება. ახლა კი დროა უკვე შევქმნათ ჩვენი პირველი AI აგენტი. მაშასე მეგობრებო, შეგვიძლია დავიწყოთ უკვე ჩვენი AI აგენტის შექმნა. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება სპეციალური პლატფორმა, ანუ პროგრამა, სადაც იქნება AI აგენტები. ესეთი დღეს უკვე ბევრია, თუმცა რამდენიმე მათგანი არის შედარებით უფრო პოპულარული და ხშირად გამოყენებადი. ერთ-ერთი ესეთი არის N8N-ი, ალბათ ყველაზე უფრო მეტად პოპულარული. სწორედ N8N-ში ვიმუშავებთ ვიდეოს განმავლობაში, აქ შევქმნით ჩვენს აგენტს. N8N-ის გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ Make-ი და ასევე გვაქვს Zapier. აი ეს სამი პლატფორმა არის ყველაზე უფრო მეტად პოპულარული და ცნობილი და გამოყენებადი. ხო, ეხლა რა გვჭირდება? პირველი, რა თქმა უნდა, სტანდარტულად გვჭირდება რეგისტრაცია პლატფორმაზე, ამისთვის უნდა დავაჭიროთ Get Started Relax. გადავალთ ამ გვერდზე, სადაც გვაქვს ესე იგი ფორმა, შესავსები. ამ შემთხვევაში Google-ის აკაუნტით მარტივი ავტორიზაცია სამწუხაროდ არ გვაქვს, უნდა შევავსოთ უეჭველად ეს ფორმა. აქ გვაქვს სახელი და გვარი, იმეილი, შემდეგ უნდა დავადასტუროთ იმეილი, შემდეგ უნდა შევიყვანოთ პაროლი და ბოლოს უნდა შევიყვანოთ ჩვენი username. მე უნდა დავაჭიროთ ამ ლურჯ Relax. როგორც ხედავთ, ესე იგი N8N-ი გვთავაზობს 2 კვირიან საცდელ უფასო პერიოდს, ანუ 2 კვირის განმავლობაში შეგვიძლია უფასოდ გამოიყენოთ N8N-ის პლატფორმა. ამის შემდეგ უკვე დაგვჭირდება პრემიუმ პაკეტის შეძენა, რომელიც ღირს $25. თუმცა 2 კვირა საკმაოდ დიდი დროა იმისათვის, რომ ცოტა გავიწაფოთ, შევქმნათ რამდენიმე აგენტი, მივეჩვიოთ დეშბორდზე მუშაობას. ამის მერე თუ დაგვჭირდება, უკვე უნდა შევიძინოთ პრემიუმ პაკეტი. რეგისტრაციის შემდეგ აღმოჩნდებით აი ამ გვერდზე. აქ მე უკვე შექმნილი მაქვს 2 ესე იგი Telegram ასისტენტი, შესაბამისად ხედავთ ჩამონათვალში 2 AI აგენტს. თქვენ შემთხვევაში თუ პირველად შემოხვედით აქ, შესაბამისად არაფერი არ გექნებათ, მაგრამ მომავალში, როდესაც შექმნით აგენტებს, ეს აგენტები შეგიძლიათ მოიძიოთ აი ამ გვერდზე. ხო, ეხლა პირველი რაც გჭირდება, ეს არის workflow შექმნა. რა არის workflow? Workflow შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ესე იგი მთლიანი ავტომატიზაციის ჯაჭვი. სიტყვასიტყვით რო გადავთვალოთ, workflow ნიშნავს ესე იგი სამუშაო ნაკადს. ეს სახელი სიმართლე რო გითხრათ, დიდად არ მეკომფორტულება, შესაბამისად მე ვეძახი workflows და ვიდეოს განმავლობაში დავუძახებ workflows. მოკლედ დავაჭიროთ ამ Relax და შევქმნათ ჩვენი პირველი workflow. ამ შემთხვევაში გვაქვს მხოლოდ ერთი პლუს Relax-ი. ესე იგი პირველ რიგში მოდი სანამ დავიწყებთ ჩვენი workflow-ის შექმნას, შევხედოთ ჩვენს დასრულებულ workflows. აი ესე გამოიყურება ჩვენი workflow. ხო, ერთი შეხედვით, ვისაც შეხება არ ქონიათ AI აგენტებთან, ვისაც არ გიმუშავიეთ N8N-ის პლატფორმაზე, ერთი შეხედვით შეიძლება რაღაც რთულად მოგეჩვენოთ ეს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს AI აგენტი შედარებით მარტივი აგენტია, თუმცა უფრო დიდი და კომპლექსური აგენტების შემთხვევაში ეს workflow-ც არის უფრო კომპლექსური და ერთი შეხედვით შეიძლება რაღაცა რუკას მოგაგონებდით ან რაღაცა ქარხანას მაგალითად. ამ შემთხვევაში არ გვაქვს მოკლედ რთული აგენტი და არ შეგეშინდეთ, ანუ ყველაფერს ესე იგი გავივლით ძალიან მარტივად და ყველაფერს ვეცდები რომ მარტივად ავხსნათ. მოდი სანამ დავიწყებ workflow-ის შექმნას, ესე იგი სადემონსტრაციოდ ნახოთ როგორ მუშაობს ეს მთლიანი ავტომატიზაციის ჯაჭვი. ამისთვის მე გავხსნი ჩემს Telegram-ის აპლიკაციას, ამ შემთხვევაში ვიყენებ desktop apps, თუმცა შეგვიძლია მობილურის აპლიკაციაც გამოიყენოთ. ჩვენს ვირტუალურ ასისტენტს მივცემ ერთ მარტივ დავალებას. მოდი გავუგზავნოთ მესიჯი. ესე იგი გამომიგზავნე ჩემი კონტაქტების დეტალები ჩატში.
ამ შემთხვევაში ჩვენი Telegram ასისტენტი პირდაპირ ავტომატურად არ გვიპასუხებს, იმიტომ რომ ეს ფუნქცია გათიშული მაქვს სპეციალურად. ესე იგი, რომ ავამუშაოთ ჩვენი პროცესი, ამისთვის უნდა დავაჭიროთ execute workflows. აი როგორც ხედავთ, გამწვანდა ჩვენი ავტომატიზაციის რამდენიმე საფეხური, პასუხიც დაგვიბრუნა ჩვენმა ასისტენტმა. აი როგორც ხედავთ, ესე იგი, ჩემს CRM ფაილში არსებული ყველა კონტაქტის დეტალი გამომიგზავნა. CRM ფაილი მაქვს გახსნილი Google Sheet-ის დოკუმენტის სახით. CRM-ი ნიშნავს, ესე იგი, მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტს, Customer Relationship Management და აქ მაქვს ძალიან მარტივი, მოკლედ ცხრილი, სადაც ვინახავ რამდენიმე კონტაქტის სახელს, მეილს, კომპანიას და ასე შემდეგ. ხო, ესე იგი, ეხლა რო შევხედოთ workflows რა ხდება. როგორც ხედავთ, ამ workflows რამდენიმე რგოლი არის გამწვანებული და აქვს ჩეკი და აგიხსნით მოკლედ რა ხდება. ესე იგი, ამ შემთხვევაში მე გავუგზავნე ჩვენს ვირტუალურ ასისტენტს ტექსტური შეტყობინება და არა voice. რახან ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე, ესე იგი, ჩვენი პროცესი წავიდა აი ზედა მიმართულებით. ანუ ტექსტი რა წერია, აი ამ მიმართულებით წავიდა. ჩვენ რო გაგვიგზავნა voice, ამ შემთხვევაში უკვე ქვედა მიმართულებით წამოვიდოდა ჩვენი პროცესი. ჩვენს ავტომატიზაციის ჯაჭვში აი ამ რგოლებს, ასაც ხედავთ, მაგათ აი Telegram trigger-ი, get a file, Google Sheet-ის ის გვაქვს აიკონი, აქეთ Gmail-ი, ესენი არის node-ები. რა არის node? Node შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც თლიანი, ესე იგი, ავტომატიზაციის, თლიანი პროცესის ერთი კონკრეტული ნაბიჯი ან მოქმედება. ანუ თუ ვიტყვით, რომ ეს თლიანი პროცესი არის ავტომატიზაციის ჯაჭვი, node-ები არის ამ ჯაჭვის რგოლები. მოკლედ ესე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. აი, მოკლედ, მოდი ორი სიტყვით მაინც აგიხსნით რა პროცესი განვითარდა აქ, ცოტა რაღაც წარმოდგენა რომ შეგვექმნას თლიან, ესე იგი, ავტომატიზაციის პროცესზე. პირველი, ესე იგი, ჩვენ პროცესი დავიწყეთ შეტყობინების გაგზავნით ჩატში. შეტყობინება რომ გავაგზავნეთ, შემდეგ, ესე იგი, სისტემამ განსაზღვრა, ანუ ეს შეტყობინება ტექსტური იყო თუ voice-ი, რახან ტექსტური იყო, გაუშვა პროცესი აი ამ მიმართულებით. შემდეგ ამ ესე იგი, ტექსტიდან ამ ტექსტის მეშვეობით AI აგენტმა ამ ხელსაწყოების დახმარებით, აი როგორც არის მაგალითად Google Sheets-ი, ამ ხელსაწყოს დახმარებით მოიძია მთლიანი კონტაქტები და ისევ Telegram-ის ჩატში დაგვიბრუნა პასუხი. და დაახლოებით ესეთი პროცესი განვითარდა. Voice-ის შემთხვევაში, ანუ პროცესი წამოვიდოდა ქვემოდან, ესე იგი ამ voice-ის ტრანსკრიფცია მოხდებოდა, ანუ voice-ის გარდაქმნა ტექსტად და მერე უკვე იგივეს იზამდა AI აგენტი, ანუ Google Sheet-ში ჩემს ფაილში, ესე იგი მოიძიებდა კონტაქტს და გამოუშვებდა ამას Telegram-ის ჩატში. ესეთი მარტივი პროცესი გვაქვს, მოკლედ. კარგი, მოკლედ, დავუბრუნდეთ ჩვენს workflows. პირველ რიგში მოდი გადავარქვათ სახელი, დავარქვათ Telegram ასისტენტი. მე უკვე შექმნილი მაქვს ორი Telegram ასისტენტი, მოდი ამას დავარქმევ, ესე იგი Telegram Assistant 003-ს. და ეხლა უკვე დროა შევქმნათ ჩვენი პირველი node-ი. ესე იგი, პირველი node-ი უნდა იყოს trigger-ი. რა არის trigger-ი? მარტივად რო ავხსნათ, trigger-ი არის მოვლენა, რომელიც იწყებს ავტომატიზაციის პროცესს. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენი პროცესის trigger-ი არის SMS-ის გაგზავნა, შეტყობინების გაგზავნა Telegram-ის ჩატში. იქნება ეს ტექსტი თუ voice, არ აქვს მნიშვნელობა. ანუ როგორც კი გავაგზავნით Telegram-ში message-ს, მაშინ უნდა დაიწყოს ჩვენი პროცესი. ანუ trigger-ი უნდა იყოს Telegram-ის message-ი. შესაბამისად, დავაჭიროთ პლუს ნიშანს და აი აქ search-ში მოვძებნოთ Telegram-ი. Telegram-ს რო ავირჩევთ, როგორც ხედავთ, გვაქვს 9 სხვადასხვა ტიპის trigger-ი, ამ შემთხვევაში გვინდა on message. ანუ message-ის გაგზავნაზე უნდა დავიწყოთ პროცესი. ავირჩიოთ on message. ამ შემთხვევაში, ესე იგი, მე გამომდინარე იქიდან რომ შექმნილი მაქვს რამდენიმე ასისტენტი, აქ მაქვს ესე იგი Telegram account-ები. თქვენ შემთხვევაში თუ პირველად აკეთებთ ამას, გექნებათ მხოლოდ create new credential, რა. ანუ დავაჭიროთ ამას და გეტყვით რა ხდება. ესე იგი, ჩვენი Telegram-ის აპლიკაცია უნდა დაუკავშიროთ ჩვენს workflows. ამისთვის გვჭირდება access token. ეხლა როგორ უნდა მოვიპოვოთ access token? უნდა გავხსნათ Telegram-ის აპლიკაცია. იქნება ეს desktop-ი თუ მობილური, არ აქვს მნიშვნელობა და search-ში უნდა მოვძებნოთ bot father-ი. მე რახან მოძებნილი მაქვს პირდაპირ ამოვაგდო. ესე იგი, გვინდა bot father. გავხსნათ ეს bot father-ის ჩატი, დავაჭიროთ starts. როგორც კი დავაჭირთ starts, მაშინვე გამოგვიგზავნის bot father-ის შეტყობინება, სადაც გვაქვს, ესე იგი, რამდენიმე ბრძანება. ჩვენ შემთხვევაში გვჭირდება new bot ბრძანება, უნდა დავაჭიროთ new bots. და აქ შეგვიძლია დავარქვათ სახელი ჩვენს ასისტენტს.
მოდი დავარქვათ, არ ვიცი, იყოს ნათია. ამის შემდეგ უნდა ესე იგი ავირჩიოთ ჩვენი ბოტის username-ი და ამ შემთხვევაში უკვე რაღაც შეზღუდვები გვაქვს, ანუ რაღაც პირობები უნდა დავაკმაყოფილოთ. პირველი არ უნდა იყოს ეს სახელი გამოყენებული და მეორე, ესე იგი ეს username-ი უნდა თავდებოდეს ბოტით. ბოლოში უნდა იყოს ბოტი აუცილებლად. მოდი ახლა დავარქვათ, მოდი იყოს ნათია. ლათინური ასოები დავარქვენ, ნათია 1 2 3, მერე იყოს ასისტენტი, ქვედაპირე ბოტი. ხო, როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში ეს username-ი არ იყო დაკავებული, თუ დაკავებულია, ჩატში გვეტყვის, რომ დაკავებულია და აირჩიეთ სხვა username. ხო, აი აქ როგორც ხედავთ, გვაქვს ტოკენი, რომელიც უნდა დავაკოპიროთ და ჩავაგდოთ access ტოკენის ველში. და ამ გზით მოხდება ჩვენი Telegram-ის აპლიკაციის დაკავშირება workflows-თან. ჩავასეივოთ. როგორც ხედავთ, ჩვენ Telegram-ი მოკლედ დავუკავშირდა ჩვენს workflows-ს. კარგი. ეხლა მოდი გავტესტოთ, ყველაფერი სწორად გავაკეთეთ თუ არა. ორი სიტყვით გეტყვით აქ როგორ მუშაობთ, ესე იგი საკმაოდ მარტივია ამ დაშბორდზე მუშაობა. სანამ გავიწაფებით, შეიძლება ცოტა გავიჭირდეს, მაგრამ ძალიან პრაქტიკულია და ძალიან მარტივია აქ მუშაობა. შეგვიძლია ამ ნოუდებს, ეს ნოუდები ვამოძრავოთ, როგორც გვინდა, მოკლედ წავიღოთ სადაც გვინდა იქ დავაგდოთ. ასევე შეგვიძლია მთლიანი დაფა ვამოძრავოთ, უნდა დავაჭიროთ Control-ს და შემდეგ მოვკიდოთ ხელი და ვამოძრავოთ მთლიანი დაფა. აი აქ როგორც ხედავთ, გამოგვიშთა mini რუკა, სადაც მთლიანი workflow იქნება გამოსახული. ასევე, ახლა რომ გადავიდეთ ჩვენს დასრულებულ workflow-ში, შეგვიძლია ეს მთლიანი, ესე იგი ჯაჭვი მოვნიშნოთ და მთლიანი ჯაჭვი ვამოძრავოთ. ან შეგვიძლია თითოეული ნოუდი ვამოძრავოთ, თავარია ეს კავშირები არ გაწყდეს და მოკლედ ესე როგორც გაგვიხარდება, ისე მოვაწყოთ ჩვენი workflow. ეხლა ამ შემთხვევაში არ გვაქვს ბევრი ნოუდი და მარტივი workflow-ა, მაგრამ თუ ეხლა ძალიან ბევრი ნოუდები გვაქვს და ძალიან კომპლექსური აგენტია, მაშინ რაღაცნაირად ორგანიზება უნდა გავუკეთოთ თქვენ workflows. აი, დავბრუნდეთ. ხო, ეხლა ეს რომ გავტესტოთ, გავხსნათ ჩვენი, ხო, ეხლა როგორ გავხსნათ მოკლედ ჩვენი ახალი ჩატი ასისტენტთან. აი ეს ლინკი უნდა გამოვიყენოთ, დავაჭიროთ ამ ლინკს და გაიხსნება ახალი ჩატი ნათიასთან, ახალ ასისტენტთან, დავაჭიროთ starts. აი პირველი შეტყობინება ამ სტარტის სახით გაგზავნილია და ეხლა ეს რომ გავტესტოთ, ანუ ყველაფერი სწორად გვაქვს თუ არა, უნდა დავაჭიროთ execute workflows. თუ გამწვანდა და თუ ეს ჩეკი გამოისახა, ესე იგი ყველაფერი სწორად გვაქვს, ამ შემთხვევაში გვაქვს ყველაფერი სწორად. ეხლა რა ხდება? ეხლა გვინდა უკვე მეორე ნოუდი. მეორე ნოუდი უნდა იყოს switch. რა არის switch? შეგვიძლია წარმოვიდგინოთ switch-ი როგორც აი მაგალითად რკინიგზის გადამხდელი, ანუ ლიანდაგებს რორთავს და მატარებელს სხვა გზით უშვებს. აი დაახლოებით ესეთი რაღაცაა რა. ანუ ჩვენ ეხლა როგორ შეგვიძლია ვაწარმოოთ კომუნიკაცია ჩვენს ასისტენტთან. ან უნდა გავაგზავნოთ ტექსტური შეტყობინება, ან უნდა გავაგზავნოთ voice. ეს ორი გზა გვაქვს რა. ანუ switch-მა უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს, რომელი გზით გაუშვას პროცესი. ანუ switch-ი უნდა მიხვდეს ეს გაგზავნილი შეტყობინება ტექსტია თუ voice-ია. და ამის შემდეგ უკვე ის განსაზღვროს რა მიმართულებით გაუშვას პროცესი. მოდი ახლა დავამატოთ switch-ი და ნახოთ მოკლედ როგორ უნდა მოვახდინოთ მისი კონფიგურაცია. ავირჩიოთ switch-ი. ხო, ახლა რა ხდება? ესე იგი მარცხენა მხარეს გვაქვს input-ი, ესე იგი ჩვენი node Telegram trigger-ი, რომელიც შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას. ნუ ამ შემთხვევაში გვაქვს ახლა მაგალითად chat-ის ID, გვაქვს ტექსტის start-ი. ახლა მაგალითად რომ მივწეროთ ჩვენს ასისტენტს სხვა ტექსტი მაგალითად გამარჯობა და შემდეგ დავაჭიროთ execute workflows, გავხსნათ switch-ი, ამ შემთხვევაში ტექსტი შეიძლება, ანუ ამ შემთხვევაში გვაქვს გამარჯობა. ხო, ეხლა ჩვენ უნდა ვასწავლოთ სისტემას მიხვდეს გაგზავნილი შეტყობინება ტექსტია თუ voice. ამისთვის ჩვენ უნდა განსაზღვროთ გარკვეული წესი. ანუ ეს შეტყობინებები, რასაც ჩვენ უგზავნით ასისტენტს, მუდმივად იცლება, ანუ ერთ და იგივე რაღაცას არ მივწერთ, ხო? სხვადასხვა შინაარსის შეტყობინებებს მივწერთ ჩვენს ასისტენტს. შესაბამისად, ესე იგი ტექსტის მნიშვნელობები, ანუ value-ები მუდმივად შეიძლება, ანუ დინამიური გახდება. და ჩვენ სისტემას უნდა, ესე იგი, ვასწავლოთ, როგორ იპოვოს ეს დინამიური მნიშვნელობები ტექსტური შეტყობინებების. ესე იგი, ამისთვის რას ვაკეთებთ? ტექსტს უნდა მოვკიდოთ ხელი და ჩავაგდოთ აი აქ, value-ში. აქ როგორც ხედავთ, გვაქვს რაღაც კოდის მაგვარი, შეხედვით რაღაც კოდს გავს ეს და ამას აგიხსნით, მოკლედ რას ნიშნავს.
ანუ ამას ჩვენ შეგვიძლია უწოდოთ მაგალითად მისამართი, ან შეიძლება იყოს ცვლადი. მოკლედ, აი ეს არის გზა, რა გზითაც switch-მა უნდა მიაგნოს ესე იგი იმის ტექსტური მნიშვნელობა, რომელსაც შეიცავს message-ი რა. ანუ message-ი ახლა ხო გავაგზავნეთ ჩვენ გამარჯობა. სხვა დროს მეორე message-ი შეიძლება გავაგზავნოთ როგორ ხარ. აი ამ ტექსტურ მნიშვნელობას უნდა მიაგნოს. და ამისთვის უნდა გამოიყენოს აი ეს მისამართი. პირველ რიგში გვაქვს JSON-ი, ანუ JSON-ი არის, აი აქ JSON-ზე გადავრთ ახლა. JSON-ი არის მთლიანი მონაცემის პაკეტი, ესე რომ ვთქვათ რა. ჯერ ესე იგი იპოვის JSON-ს, მერე იპოვის JSON-ში messages, აი აქ როგორც ხედავთ, გვაქვს message-ი, რომელიც მოიცავს აი ამ ინფორმაციას. და ამ message-ში უნდა მოიძიოს ტექსტი. ტექსტი შეიცავს უკვე იმ ტექსტურ მნიშვნელობებს, რასაც უგზავნით ჩვენს ასისტენტს. ამ შემთხვევაში გვაქვს გამარჯობა. სხვა შემთხვევაში სხვა ტექსტს რომ ვიწერთ, სხვა ტექსტი იქნება. ანუ დინამიურად მოახდენს მოკლედ წვდომას ამ ტექსტის მნიშვნელობებზე რა. აი იმ მესიჯებზე, რასაც გავუგზავნით მოკლედ რა. აი ამ მისამართის დახმარებით. ეს რომ უფრო მარტივად გავიგოთ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მაგალითად Excel. რაღაც დონეზე ხა Excel-თან ალბათ ყოველს ქონია შეხება. რა ხდება Excel-ის ფაილში? გვაქვს უჯრები, რომელიც არის დანომრილი, მაგალითად გვაქვს რიცხვები და ასოები. და რომ წარმოვიდგინოთ ხა პირველი უჯრის მისამართი არის A1. ანუ ეს უჯრა ყოველთვის არის A1. მაგრამ ამ უჯრის შიგნით ეს მნიშვნელობები შეიძლება მუდმივად შეიცვალოს. ხო შეიძლება გვეწეროს ამ A1 უჯრაში რიცხვი, შეიძლება გვეწეროს ტექსტი, თარიღი და ასე შემდეგ. მაგრამ ამ უჯრის მისამართი იქნება ყოველთვის A1. აქაც იგივეა. ესე იგი, ამ ტექსტური მნიშვნელობის მისამართი არის ეს, აქ რასაც ხედავთ, უბრალოდ ეს value-ები, ანუ მნიშვნელობები მუდმივად იცვლება რა და ამ მისამართის წყალობით, მოკლედ switch-ს აქვს მუდმივად წვდომა იმ message-ებზე, რასაც ჩვენ ვაგზავნებთ რა. იმედი გასაგებად ავხსენე მოკლედ. აი, ეხლა რა გვინდა? ეხლა გვინდა პირობა. ანუ ამის შემოწმება უნდა მოხდეს მაშინ, როცა ჩვენ გაგზავნილი გვაქვს message რა. ანუ ჭირდება პირობა, რომ ეს შემოწმდეს მაშინ, როცა message არის გაგზავნილი და ველი არ არის ცარიელი. ამისთვის უნდა ავირჩიოთ string-ი აქ და exists. String-ი არის, ესე იგი, მონაცემის ტიპი და არის ტექსტი. აი აქ ხედავთ numbers რა, number-ი არის რიცხვი. პროგრამირებაში ვისაც გაქვს გამოცდილება, ეს არის ანაბანა ხე, მაგრამ ვისაც არ აქვს გამოცდილება, მოკლედ string-ი არის ტექსტი რა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის ტექსტი. ესე იგი, თუ ეს ტექსტი არსებობს, exists, თუ არსებობს, მაშინ შეამოწმებს ამ ტექსტის მნიშვნელობას. აი ეს ხდება აქ, მეტი არა. აი, მოკლედ, ეხლა შემდეგი რაც გვინდა, ეს არის, მოდი გადავარქვათ სახელი output-ს და დავარქვათ ტექსტი. კარგი, ეხლა მოდი ვაჩვენოთ, რომ ეს output-ი დინამიურად იცვლება. მოდი დავხუროთ ესე იგი პანჯარა. მივიწეროთ ჩატში message-ი, მაგალითად როგორ ხარ. შემდეგ დავაჭიროთ execute workflows. გავხსნათ switch-ის node-ი. და როგორც ხედავთ, ამ ტექსტის ესე იგი მნიშვნელობა გახდა როგორ ხარ და output-იც, ანუ შედეგიც გამოტანილია როგორ ხარ. ანუ ყველაფერი მუშაობს მოკლედ იდეალურად. ხო, ეს node-ი რომ გახსნათ, უბრალოდ ორჯერ შეგიძლიათ დააკლიკოთ node-ზე და გაიხსნება ეს პანჯარა. კაი, მოკლედ, ესე იგი ტექსტის ამბავი მოვაგვარეთ, ეხლა დროა მივხედოთ voice. მე გავხსნი ეხლა ჩვენს chat-ს და ჩავწერ voice. გამარჯობა, როგორ ხარ? კაი, ეხლა მოდი დავაჭიროთ execute workflows. ესე იგი გავხსნათ switch-ი. ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, ეს ჩვენი მისამართი, ანუ ეს JSON message ტექსტი არის გაწითლებული. ეს იმიტომ, რომ ანუ ამ შემთხვევაში ტექსტი არ გაგვიზავნია, გავუზენოთ voice. აქაც ამ data-ში, ან მონაცემებში, მოდით გადავხოთ სქემაზე ისევ. ამ შემთხვევაში აღარ გვაქვს ტექსტი, გვაქვს voice. ანუ ეხლა ტექსტი რაც გავაკეთეთ, იგივე უნდა გავაკეთოთ voice. ანუ უნდა შევქმნათ ახალი წესი. დავაჭიროთ add routing rules. ამ შემთხვევაში გვინდა file ID, ეს file ID შეიცავს ჩვენი voice-ის ID-ს. უნდა წამოვიღოთ file ID, დავაგდოთ პირველ value-ში. აი, როგორც ხედავთ, აქ ცოტა განსხვავებული მისამართი გვაქვს, აქ გვაქვს ესე იგი JSON-ი, message-ი, voice-ი და file ID. ანუ პირველ რიგში ვეძებთ JSON-ს, თლიან მონაცემთა პაკეტს, მერე ვეძებთ message-ს, მერე message-ში ვეძებთ voice-ს და voice-ში ვეძებთ file ID-ს და ასე მივაგნებთ მოკლედ იმ voice-ს, რასაც გავაგზავნით chat-ში. ხო, აქ იგივე პირობა გვინდა string-ი და შემდეგ exists. გადავარქვათ სახელი, დავარქვათ voice-ი და შეგვიძლია მოკლედ დავხუროთ ჩვენი პანჯარა. ეხლა კიდე გავაგზავნი voice და ვნახოთ რა მოხდება. გამარჯობა, როგორ ხარ?
დავაჭიროთ execute workflows. გავხსნათ switch-ი. ამ შემთხვევაში, ესე იგი, ტექსტი ისევ გაწითლებულია, იმიტომ რომ ტექსტი არ გვაქვს, მაგრამ ეს voice-ის ნაწილი არის მწვანე. აქეთ გვაქვს voice-ი output-ში და voice-ის დეტალები რა, ანუ file ID და ასე შემდეგ. კაი, ეხლა რომ გავაგზავნოთ ისევ ტექსტური შეტყობინება. მაგალითად 1 2 3 და გავუშვათ workflow. ამ შემთხვევაში უკვე ტექსტის ნაწილი იქნება მწვანე და voice-ის ნაწილი იქნება წითელი რა. ანუ აქ უკვე შეგვიძლია დავასკოთ, რომ სისტემა ისწავლა, როგორ გაარჩიოს ტექსტი და voice-ი ერთმანეთისგან. შესაბამისად, switch-ს აქვს უკვე იმის უნარი, რომ ჩვენი პროცესი გაუშვას ან ტექსტის მიმართულებით, ან voice-ის მიმართულებით. კაი, დავხუროთ ეს node-ი და გადავიდეთ შემდეგ node-ზე. შემდეგი node-ი, ანუ ერთ-ერთი მიმართულებით უნდა წავიდეთ. ეხლა მოდით წავიდეთ ჯერ voice-ის მიმართულებით. ანუ ეხლა რა გვჭირდება? switch-ი თვითონ ვერ არჩევს იმ ტექსტში რა წერია, ანუ კონტექსტი რა არის, ან voice-ში რას ვეუბნებით. switch-ის დანიშნულება არის უბრალოდ გაარჩიოს ტექსტია თუ voice-ია და გაუშვას პროცესის შესაბამისად. ანუ ეხლა გვჭირდება ამ voice-ის გადმოწერა. ამისთვის უნდა დავამატოთ ახალი node-ი ჩვენს workflows და ეს node-ი არის ისევ Telegram-ი და ამ შემთხვევაში გვჭირდება get a file. ანუ ეს node-ი გადმოწერს files Telegram-ის სერვერიდან და აქცევს მას ისეთ რეალურ მონაცემად, რომელიც მე უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ. აქ რა გვჭირდება? ესე იგი, ისევ გვჭირდება ჩვენი Telegram-ის account-ის მითითება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე დავაკავშირეთ Telegram-ი ჩვენს workflows, და ავირჩიოთ უბრალოდ ეს account-ი. აღარ გვჭირდება ამ ახალი, მოკლედ ამ credential-ის შექმნა. ავირჩიოთ, ავტომატურად იქნება იდეაში არჩეული, ეს არ დაგჭირდება თქვენ ამის შეცნობა. შემდეგ რა გვჭირდება? ესე იგი, გვინდა file ID. ამ შემთხვევაში ხა არ გვაქვს აქ არაფერი data, უნდა გავაგზავნოთ ჩვენი, ესე იგი, მოდი აქ ჩავუწეროთ 0 მაგალითისთვის, დროებით უბრალოდ. მერე გავაგზავნოთ voice-ი 1 2 3 დავაჭიროთ execute workflows. რა გაგვიწითლა? მოდი გავხსნათ. აი აქ უკვე გვაქვს მოკლედ ესე იგი მონაცემები. 0-ის ნაცვლად ეს 0 წავშალოთ. აქ უნდა წამოვიღოთ ისევ file ID, voice-ის file ID რა. ამას მოვკიდებთ ხელს და დავაგდებთ აქ. ვაკიდე დამოვიწყდა წეღან, აი ამ პატარა ღილას თუ დავაჭერთ, გაიშლება ჩვენი ეს ფანჯარა და აქეთ გვაქვს მოკლედ expression-ი არის, აი დაახლოებით რაც ფორმულასავით რო წარმოვიდგინოთ, ეგეთი რაღაც, ანუ პროგრამირებაში ძალიან ცნობილი ტერმინი expression-ია და აქეთ გვაქვს მოკლედ შედეგი. რა ამ შემთხვევაში გვაქვს ესე იგი file ID და ამის შედეგი არის ის file ID, რაც წამოვიღეთ წეღან. ეხლა მოდი დავხურო და ისევ გავაგზავნოთ voice-ი და გავტესტოთ 1 2 3 დავაჭიროთ execute workflows. ყველაფერი გამწონდა, ანუ ყველაფერი story-ია. კაი, ეხლა რა გვჭირდება? ეხლა რახან ეს ფაილი გვაქვს, ანუ გადმოვწერეთ Telegram-ის სერვერიდან ჩვენი voice-ი, ეს ამ voice-ის ტრანსკრიფცია უნდა მოვახდინოთ. ანუ ეს voice-ი უნდა გადავაქციოთ ტექსტად. რომ მე აგენტმა აღიქვას ეს ტექსტი და ამ ტექსტის საფუძველზე შეასრულოს დავალება. ანუ პირდაპირ voice ვერ გაიგებს რა, გვჭირდება ტექსტი. ამისთვის უკვე გვჭირდება, ესე იგი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. მოდი დავაჭიროთ plus ნიშანს. ავირჩიოთ, მე ამ შემთხვევაში გამოვიყენებ GPT-ის მოდელს, OpenAI. უბრალოდ OpenAI არა, აქ გვინდა transcribe და მე რომ ავირჩიოთ OpenAI. ესე იგი, ამ action-ებიდან ჩვენ გვჭირდება transcribe a recording რა, ანუ ჩანაწერის ტრანსკრიფცია. ავირჩიოთ. ეხლა რა ხდება? ესე იგი, აქ როგორც ხედავთ, მითითებულია ავტომატურად OpenAI-ის account-ი. თქვენ შემთხვევაში თუ პირველად ხართ, აქ ესე იგი, გექნებათ მარტო create new credential. ეხლა რა ხდება? ეხლა ჩვენ უნდა მოვახდინოთ AI-ის ინტეგრირება ჩვენს workflows-თან. ამ შემთხვევაში, როგორც თქვი, გამოვიყენებ OpenAI-ის, ანუ ChatGPT-ის chat მოდელს. იმისათვის რომ მოვახდინოთ ესე იგი AI-ის ინტეგრირება, ამისთვის ჭირდება API key, ანუ API გასაღები. API გასაღები არის ესე იგი სხვადასხვა სიმბოლოებისგან შემდგარი კოდი, ესე ვთქვათ, აი როგორც ტოკენი რო გამოვიყენეთ Telegram-ის შემთხვევაში, დაახლოებით აი მსგავსი სიმბოლოებისგან შემდგარი ესე იგი კოდია, რომელიც ინტეგრირებას უნდა მოვახდინოთ აქ. ანუ ამ შემთხვევაში ხა მაგალითად რომ ავირჩიოთ create new credentials, აქ ამოგვიგდებს ველს, სავალდებულო ველს, რომელსაც ქვია API key. ანუ აქ უნდა ჩავსვათ API key. ეხლა ორი სიტყვით API keys-თან დაკავშირებით
API keys გამოყენება უფასო არ არის. მაგრამ არც ძალიან ძვირი არ არის. ანუ მოდი შევიდეთ OpenAI-ის პლატფორმაზე, ესე იგი დავსერჩოთ OpenAI API key. API დავსერჩოთ პირდაპირ. გადავიდეთ API პლატფორმაზე. აქ გვინდა ავტორიზაცია. ანუ აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ChatGPT-ის აკაუნთი. რა აკაუნთითაც ვარ დარეგისტრირებული ChatGPT-ზე, იგივე შეგვიძლია გამოვიყენოთ აქ. ესე იგი, ჩვენ გვჭირდება აქ API პლატფორმა, დავაჭიროთ API პლატფორმას, მე ხა გავლილი მაქვს უკვე ავტორიზაცია, პირდაპირ გადამიყვანს ჩემი აკაუნთით. ხო, ეს არის მოკლედ, ესე იგი, OpenAI-ის API პლატფორმა. ამ შემთხვევაში რა გვჭირდება? გვჭირდება dashboard-ზე გადასვლა და აქ უნდა ავირჩიოთ API keys. აქედან შეგვიძლია შევქმნათ API key. აი, აქ გვაქვს ღილაკი create new secret key. ხო, ეხლა წეღა როგორც თქვი, უფასო არ არის. მინიმუმ ჩვენ უნდა, ესე იგი, ბალანსზე გქონდეს $5. მინიმუმ $5. მაგრამ ეს $5 გვეყოფა აი ძალიან დიდხანს. მაგალითად, ეხლა ამ ვიდეოსთვის რომ ემზადებოდი, ეს აგენტები რო შევქმენი, აი ძალიან ბევრი ტესტე, რამდენიმე, ესე იგი, რამდენიმე ტიპის აგენტი შევქმენი, ყველა მათგანი ტესტე და აი ამ ტესტვაში დაახლოებით 20 ცენტი დავხარჯე მოკლედ რა. ან ძალიან იაფია რა. თან ავირჩიე კარგი მოდელი, 4-ო მოდელი ავირჩიე. შეგიძლიათ უფრო ძველი მოდელები აირჩიოთ, 3.5 ტურბო და ეს მოდელები კი მუშაობს, მაგრამ ცლად კარგად ვერ მუშაობს, მაგრამ ნუ სატესტოდ შეგიძლიათ აირჩიოთ და ისინი კიდევ ბევრად უფრო იაფია. მოკლედ ეს $5 გეყოფა და აი კაიხანი რა. ხო, ეხლა როგორ უნდა მოვახდინოთ თანხის ჩარიცხვა? ანუ ჩვენ უნდა გადავიდეთ ჩვენს პროფილზე. შემდეგ უნდა ავუშვიოთ billing-ი. და აქედან მოკლედ შეგვიძლია რომ დავამატოთ გადახდის მეთოდი, ბარათი მიიღო და ჩავრიცხოთ ეს თანხა რა. მოკლედ სხვანაირად მოკლედ ვერ ვიზამთ რა. ყველა შემთხვევაში, ყველა chat მოდელის შემთხვევაში დაგვჭირდება API key და ყველა შემთხვევაში რაღაც თანხის გადახდა მოგვიწევს. მოკლედ ეს API key თუ კიდევ რომ ნორმალური მოდელი გამოვიყენოთ, უფასო არ არის, მაგრამ კიდევ გავმეორდები რომ არის ძალიან იაფი. აი, მოკლედ დავუბრუნდეთ ახლა dashboard-ზე. გადავიდეთ API keys ამ სექციაში. ესე იგი, აქ შეგვიძლია პირდაპირ შევქმნათ API key, ან ჯერ შეგვიძლია შევქმნათ პროექტი, ამ შემთხვევაში მაგ Telegram ასისტენტი, აი აქ შეგვიძლია create project მივცეთ. მე დავაკვირდით Telegram ასისტენტი, მერე დავაჭიროთ create new secret keys და აქ შეგვიძლია აი ავირჩიოთ ჩვენი პროექტი რა. keys დავარქვათ, არ ვიცი, ნებისმიერი რამე. Telegram API key. ამ პრინციპში იყოს API key. ეხლა როგორც ხედავთ, API keys ქვია secret key, ანუ საიდუმლო გასაღები. შესაბამისად, ეს სახელწოდებაც გვეუბნება, რომ ეს არავის არ უნდა გაუძლიეროთ, იმიტომ რომ შეუძლიათ ადამიანებს გამოიყენოთ თქვენი API key და მოგეთ თქვენი ანგარიშიდან გახარჯონ თანხა, ასე რომ API key არავის არ გაუძლიეროთ. ხო, კიდე ერთი მომენტი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ეხლა რომ დავაჭერ create secret keys, მომცემს ამ API keys, მაგრამ როგორც კი იმ ფანჯარას დავხურავ, იმ API keys დაკოპირება აღარ შეგვიძლია. აი აქ, ესე იგი, ამ ფანჯარის უკან მაქვს მე შექმნილი API key, მაგრამ იმას ვეღარ დავაკოპირებ, ვეღარ გამოვიყენებ რა. ანუ ეხლა რომ დავაჭერ ამას, აი ამ დროს შეგვიძლია დაკოპირება. თუ ამას ეხლა მივცემ dance და დავხურავ, ვეღარ გამოვიყენებ რა. ასე რომ აქვე დავაკოპიროთ, ან სადმე შევინახოთ მე რამე დოკუმენტში. აი დავაკოპიროთ API key. პრინციპში მე შექმნილი მაქვს, არ მჭირდება. მოდი დავბრუნდები workflow-ზე. ესე იგი, როგორც გითხარით, უნდა დააჭიროთ create new credentials და შეიყვანოთ ეს API key ჩასვათ აქ ამ wheel-ში. აი, მოკლედ, აქ მეტი არაფერი არ გჭირდება. არაფერს არ ვცვლით. შეგვიძლია ეს wheel-ი დავხუროთ და მოდი ახლა გავტესტოთ, როგორ მუშაობს ჩვენი ეს ახალი დამატებული node. სანამ გავტესტავ, ერთი რამე მინდა გითხრათ, ეს უკვე წინა ვიდეოში ბევრჯერ ვთქვი, რომ ქართულ ენაზე ამ chat მოდელებს ჯერ უჭირთ, მოკლედ საუბარიც ტექსტის დაგენერირებაც უშვებენ შეცდომებს. ამ შემთხვევაში ხა თავიდან ქართულ voice-ებს ვერ გაიგებს. ანუ მე რო ტესტავდი, ხან სომხურად პასუხობდა, ხან რუსულად პასუხობდა. რამდენიმე, ესე იგი, რამდენიმე ტესტის მერე უკვე ნელ-ნელა იწყებს სწორად, ესე იგი, ამ ტექსტის გაგებასაც და პასუხის მოწერასაც რა. და ამიტომ თავიდან არ შეგეშინდეთ, ანუ თავიდან დაგჭირდებათ რამდენიმე ტესტი, რომ ქართულ ენაზე მოკლედ დავალაპარაკოთ ეს ჩვენი chat მოდელი. აი, მოდი ახლა გავხსნათ ჩვენი Telegram-ის chat-ი. მოდი ინგლისურად ჩავწერე ხა voice და მე გადავიდეთ ქართულზე რა. უბრალოდ მივესალმები. Hello. ახლა დავაჭიროთ execute workflows. გავხსნათ ჩვენი ბოლოს დამატებული node-ი. აი, როგორც ხედავთ,
მოახდინა მოკლედ ხელოვნურმა ინტელექტმა ამ voice-ის გაშიფრვა და ტექსტის ველში გვაქვს უკვე hello. ანუ გაიგო ტექსტი და გამოიტანა მოკლედ output-ში ის რაც მე voice-ში გაუგზავნე, voice-ის სახით გაუგზავნე ჩვენს ასისტენტს. მოდი ახლა ქართული ვცადოთ. ესე იგი, გავხსნათ Telegram-ის ჩატი და გავაგზავნოთ voice. გამარჯობა, როგორ ხარ? დავაჭიროთ execute workflows. გავხსნათ ჩვენი როგორც ხედავთ, რაღაცა რუსული ასოებით გვაქვს რაღაცა უცნაური ტექსტი. მოკლედ, ჯერჯერობით ვერ იგებს. მოდი კიდე 1-2 ვცადოთ. გვინდა Telegram-ი. გამარჯობა, როგორ ხარ? მივიცეთ execute workflow. და ვნახოთ ამჯერად თუ გაიგებს რა უთხარით. ახლა დაიწყო სომხურად. ესე იგი output-ების გამოტანა. ზუსტად ესე აკეთებ და მე რო ტესტავდი რა. მოკლედ მე ხარ ამდენჯერმე კიდე გავტესტავ და მე გავაგზავნოთ. მოკლედ ჯერჯერობით ვერ ავალაპარაკე ქართულად, უბრალოდ ვერ იგებს ჯერ ქართულ ესე იგი voice-ებს ჩვენი chat მოდელი, მაგრამ არა უშავს, არა პრობლემა. უეჭველი დაიწყებს ქართულად voice-ების გაგებას და ქართულად ლაპარაკს. ახლა voice-თან დაკავშირებით ჯერჯერობით შევჩერდეთ და გავაგზავნოთ უბრალოდ ესე იგი მოვახდინოთ ტექსტის მხარის კონფიგურაცია. ესე იგი მე როგორც თქვი switch-ი თვითონ ესე იგი შინაარს, ტექსტის შინაარს ვერ იგებს, არ არის switch-ის მოვალეობა და დანიშნულება. switch-ი უბრალოდ იგებს იმას, რომ არის ტექსტური შეტყობინება და სხვა მიმართულებით უშვებს მოკლედ პროცესს. ამ შემთხვევაში ახლა გვჭირდება სანამ AI აგენტი ჩაერთვება საქმეში, მანამდე ეს ტექსტი უნდა დარედაქტირდეს ისე, ანუ ისეთი სახე მიიღოს, რომ AI აგენტმა ეს ტექსტი გაიგოს. ამისთვის ჭირდება ახალი node-ის დამატება, რომელსაც ქვია edit fields. მოვუძებნოთ edit fields. და ავირჩიოთ ეს node-ი. ანუ კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, edit fields, ესე იგი ახდენს ტექსტის რედაქტირებას, ანუ მას ისეთ მდგომარეობაში მოიყვანს, რომ მე AI აგენტმა მარტივად გაიგოს ეს ტექსტი. მე დაახლოებით ესეთი ფუნქცია აქვს edit fields. ამ შემთხვევაში რა გვჭირდება? ეხლა ხო აქ გვაქვს ბოლოს voice-ი, მოდი ტექსტი მივწეროთ 1 2 3. მე მოვახდინოთ workflows აღსრულება, ანუ execution-ი. შევიდეთ ისევ edit field-ში. ამ შემთხვევაში უკვე გვაქვს ესე იგი ჩვენს მონაცემებში ტექსტი და უნდა წამოვიღოთ ეს ტექსტი და მოკლედ დავარდოთ აქ. ხო, მეტი არაფერი არ გვჭირდება, მოკლედ ეხლა რომ გავტესტოთ და მივწეროთ რამე ჩვენს ასისტენტს, მაგალითად გამარჯობა, როგორ ხარ? მე დავაჭიროთ execute workflows, გავხსნათ ისევ edit fields. როგორც ხედავთ, ესე იგი output-ში გვაქვს ის ტექსტი, რაც მივწერეთ. ანუ აი ამ მონაცემებიდან ესე იგი გამოიტანა ტექსტი edit fields node-მა და გაამზადა მოკლედ AI აგენტისთვის. კარგი. ეხლა რამდენჯერმე ვახსენე AI აგენტი და შემდეგი node-ი, რომელსაც აი ეს ორივე გზა უნდა დაუკავშირდეს, არის ესე იგი ჩვენი workflows მთავარი ნაწილი და მას ქვია AI აგენტი. დავაჭიროთ plus ნიშანს და ავირჩიოთ, ესე იგი აქ გვაქვს AI, შეგვიძლია პირდაპირ AI-ს დავაჭიროთ და ავირჩიოთ AI აგენტი. მოდი ჯერჯერობით დავხუროთ და შევხედოთ რისგან შედგება AI აგენტი. ეს AI აგენტი აქეთ გადმოვიტანოთ და ორივე გზა, ესე იგი ტექსტის გზას და voice-ის გზაც შევაერთოთ და დაუკავშიროთ AI აგენტს. როგორც ხედავთ, AI აგენტს აქვს სამი ძირითადი პარამეტრი. ეს არის chat მოდელი, memory და tool. chat მოდელს აქვს წითელი ვარსკვლავი, რაც იმას ნიშნავს, რომ chat მოდელის ინტეგრირება არის ესე იგი აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში AI აგენტი არ იმუშავებს. რაც შეეხება memory-ს და tools, ამ შემთხვევაში ორივე გვჭირდება, მაგრამ არ არის სავალდებულო ამ ორი ესე იგი პარამეტრის მიბმა. რა დანიშნულება აქვს AI აგენტს? ანუ AI აგენტი არის ჩვენი workflows თავარი ნაწილი. ამ შემთხვევაში, როდესაც მივობოთ მას chat მოდელს და მე მივობოთ ინსტრუმენტებს, ანუ tools ხელსაწყოებს, ამ შემთხვევაში ეს იქნება Google Sheets-ი და Gmail-ი. ამის შემდეგ უკვე ამ ტექსტური შეტყობინებების საფუძველზე, რომელიც ორივე მხრიდან მოდის, ანუ ორივე მხრიდან ტექსტის სახით მისდის AI აგენტს, ამ შეტყობინებების საფუძველზე და ამ ხელსაწყოების გამოყენებით ის უკვე შეასრულებს იმ დავალებებს, რითვისაც ვქმნით ზოგადად ამ აგენტს. ეს არის ანუ თავარი ტვინი ჩვენი ავტომატიზაციის პროცესის არის AI აგენტი. ესე იგი, მოდი გავხსნათ AI აგენტი და ვნახოთ აქ რა ხდება. აქ გვაქვს ესე იგი prompt-ი, user-ის message-ი და ეხლა ამ შემთხვევაში ამას ვერ ვცვლით, მაგრამ გვინდა ტექსტი, ანუ უნდა ჩავაგდოთ მარჯვენა input-ის მხრიდან ტექსტი.
ეს რომ დავარედაქტიროთ, ამისთვის უნდა ავირჩიოთ define below და უკვე შეგვიძლია აქ მოკლედ გაუწეროთ prompt-ი, ესე რომ ვთქვათ. ამ შემთხვევაში გვექნება users, ესე იგი users prompt. ეხლა აქ რა გვჭირდება? აქ უნდა ჩავაგდოთ, ესე იგი, ჩვენი ტექსტი, რომელიც გვაქვს გაგზავნილი ჩვენს chat-ში. ანუ როგორც გითხარით, edit fields, ესე იგი, არედაქტირებს ტექსტს და ამზადებს AI აგენტისთვის. ანუ ეს ტექსტი უნდა წამოვიღოთ და დავაგდოთ აი აქ. მოკლედ, სულ ეს არის ამ ეტაპზე. მეტი არაფერი არ გვჭირდება აქ. ამის შემდეგ ჩვენს AI აგენტს უნდა მივაბათ chat მოდელი, დავაჭიროთ ესე იგი ამ პლუს ნიშანს და ავირჩიოთ OpenAI chat model. ამ შემთხვევაში მინდა პირველი აკაუნტი, ავირჩიე პირველ აკაუნტს. თქვენ გექნებათ ერთი აკაუნტი, მე ახალი API key რო შექმნი, მაგიტომ აქვს ორი აკაუნტი. თქვენ გექნებათ ერთი აკაუნტი და აირჩიეთ ის. ამ შემთხვევაში ავირჩიეთ უკვე მოდელი და მე ავირჩევ, აი წერან გითხარით, რომ აქ ბევრი მოდელია, თითქმის ყველა მოდელია, რაც კი შეუქმნია GPT-ს. შეგიძლიათ აი 3.5 მოდელები აირჩიოთ, მაგრამ ესენი დიდად კარგად ვერ მუშაობს. მე ამ შემთხვევაში ავირჩევ 4-20. აქ მეტი არაფერი არ გვინდა, შეგვიძლია დავხუროთ ეს პანჯარა. აი როგორც ხედავთ, ესე იგი chat მოდელი დამატებულია. მოდი ახლა გავტესტოთ, მოკლედ როგორ მუშაობს ჩვენი AI აგენტი. ესე იგი, მივიწერები ჯერ ტესტი. ქართულად მივიწეროთ. ტესტი 1 2 3. დავაჭიროთ execute workflows. გავხსნათ აგენტი. აი როგორც ხედავთ, ქართულად პასუხობს უკვე. ბოდიში, მაგრამ მოცემული ინფორმაცია არ არის საკმარისი, რომ კონკრეტულ კითხვას ან თხოვნას უპასუხო. მოდი სხვა რამე მივიწეროთ ქართულად. პრინციპში ხო, voice-ზე მქონდა პრობლემა, ეხლა ტექსტზე არ მქონია პრობლემა. უილა გამიხარდა ჯერჯერობით. აი, მოდი, ხო, მივიწეროთ სხვა რამე, გამარჯობა. როგორ ხარ? არ მოდი სხვა რამე მივიწეროთ, ვკითხოთ რაღაცა, მაგალითად, რომელია ყველაზე მაღალი მწვერვალი. და ვნახოთ რას გვიპასუხებს. გავხსნათ აგენტი და ვნახოთ რა ხდება. ხო, აი, როგორც ხედავთ, მივიღეთ პასუხი, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მწვერვალი არის ევერესტი. მოკლედ, კარგად მუშაობს. ეხლა მოდი გავტესტოთ, ანუ voice-ი გავუგზავნოთ და ვნახოთ რას მოგწერს. რომელია ყველაზე მაღალი მწვერვალი? დავაჭიროთ execute workflows და ვნახოთ შედეგი. ხო, აქ მოკლედ რაღაც შეცდომა გვაქვს, იმიტომ რომ ინგლისურად გვეუბნება, რომ შენი მესიჯიო არასრულიაო რა. და მეტი დეტალები წარმოადგინება. ესეც გაგვიწითლდა აქ. ხო, ესე JSON message text გვაქვს, ესე იგი users prompt. იდეაში აქ უნდა გქონდეს JSON წერტილი ტექსტი. message აღარ უნდა გქონდეს წესით. სავარაუდოდ შეცდომა გვაქვს edit field-ში. ნახოთ edit fields. ხო, აი აქ, ესე იგი, აქ უნდა გქონდეს მხოლოდ ტექსტი. ეს message-ი წამოიღო აქედან, მოკლედ edit fields node-დან და აქ დამრჩა წეგან ეს უნდა წამეშალა, მოკლედ message წერტილი ტექსტი აღარ გვინდა პირდაპირ ტექსტი. ხო, მოდი ახლა ესე იგი, მოდი გავხსნათ ეს. ამ შემთხვევაში აღარ გვინდა ეს, გვინდა პირდაპირ JSON წერტილი ტექსტი. კაი, მოდი ახლა ვცადოთ კიდევ ერთხელ voice-ის გაგზავნა. რომელია ყველაზე მაღალი მწვერვალი? გავუშვათ workflow. ნახოთ რას გვიპასუხებს, დიდი მედი არ მაქვს, რომ ჯერ გაიგებს ქართულად. ხო, აი მოკლედ ჯერჯერობით ისე ვერ იგებს ქართულად. მაგ გვეუბნება, რომ ამ მოკლედ სიტყვას და ფრაზებს ვერ აღიქომ შეჯერობით. მოდი უფრო მარტივი რაღაც გავუგზავნოთ, მაგალითად. გამარჯობა, როგორ ხარ? გავუშვათ ისევ workflow. ეხლა ნუ ქართულად მაინც მოგწერა, მაპატიეთ რომ თქვენი შეტყობინება გაუგებარია. თუ რაიმე შეკითხვა ან თემა გაქვთ, თოთ უფრო დეტალურად დამეხტეთ. კაი, მოდი ისევ ტექსტი მივწეროთ. მოდი მივწეროთ ეხლა ქართულად მიპასუხე voice-ებზე. რაღაცნაირად უნდა ავამეტყველოთ მოკლედ ქართულად, მოდი გავუშვათ workflow და ვნახოთ რას გვიპასუხებს. რა თქმა უნდა, მზად ვარ თქვენს ყველა კითხვას უპასუხო. ხო, დაწერთ კონკრეტულად რა გაინტერესებთ voice-ებთან დაკავშირებით. კაი, ახლა გავუგზავნოთ voice.
გამარჯობა, როგორ ხარ? გავუშვათ. ეხა იმედი მაქვს, რომ რაღაცას მაინც გვეტყვის. ხო, აი აქ ჯერჯერობით მოკლედ ისე ვერ აღიქონს. არა უშავს, მოდი გავაგზავნოთ და ნელ-ნელა მოკლედ ავალაპარაკებ ბიჭოდი, იმიტომ რომ წინა შემთხვევაში ესე იყო რა, ბევრი მცდელობის მერე დაიწყო უკვე ქართულად voice-ების შემთხვევაში დაიწყო ქართულად პასუხი. აი, მოდი გავაგზავნოთ, ესე იგი, ამ შემთხვევაში ხა როცა ვესაუბრები output-ებს, ანუ პასუხებს ვამოწმებ აქ AI აგენტში რა, Node-ში და მოდი ისე ვქნათ, რომ ეს პასუხები მოგვივიდეს Telegram-ში. ამისთვის AI აგენტს უნდა დავამატოთ ახალი Node-ი, როგორც ხვდებით, ისე გვჭირდება Telegram-ი. და ამ შემთხვევაში უნდა ავირჩიოთ ესე იგი send a text message რა. დავაჭიროთ ამ actions. ხო, ავტომატურად Telegram account-ი არჩეულია. resources message უნდა დავტოვოთ, არაფერი არ გვინდა, operations არაფერი არ გვინდა, chat ID გვჭირდება. ესე იგი Telegram trigger-იდან უნდა წამოვიოთ chat ID, აი ეს ID და დავაგდოთ აქ. ამ შემთხვევაში text-ის world-ში ჩვენ გვჭირდება ის output-ი, რომელიც მოდის AI აგენტისგან. ანუ ამ შემთხვევაში გვინდა აი ეს output-ი, ესე იგი რაც გვაქვს AI აგენტთან, მოგიდოთ ხელი output-ს და დავაგდოთ პირდაპირ text-ის world-ში. კაი, სულ ეს არის იდეაში, მეტი აქ არაფერი არ გვინდა. მოდი მივწეროთ, მოდი ქართულად მივწეროთ ჯერ. გვინდა გამარჯობა, როგორ ხარ? ავაგზავნოთ და დავაჭიროთ execute workflows. აი, როგორც ხედავთ, მოგვივიდა უკან მესიჯი. გამარჯობა, კარგად ვარ, მადლობა, თქვენ როგორ ხართ? ამ ქართული პასუხის ქვემოთ გვაქვს ინგლისურად მესიჯი, ანუ ეს მესიჯი გამოგზავნილია ავტომატურად N8-დან. ეს რომ მოვაშოროთ, გვჭირდება შემდეგი რამ. უნდა გავხსნათ Telegram-ის ბოლო Node-ი. შემდეგ უნდა დავაჭიროთ add fields, ავირჩიოთ append N8 attribution. ესე იგი, ეს არის N8-ის ატრიბუტიკის მიბმა და ეს უნდა გავთიშოთ რა. ამ შემთხვევაში უკვე აღარ მიიღოს იმ დამატებით რაღაც ტექსტებს, მესიჯებს. მოდი გავტესტოთ. მოდი ეს კითხოთ. ისევ, რომელია ყველაზე მაღალი მწვერვალი. გავუშვათ workflow. მოგვივიდა პასუხი, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მწვერვალი არის Everest და ბოლოში ინგლისურ, ესე იგი, ტექსტს ვეღარ ხედავთ რა. ანუ ესე იგი, ყველაფერმა იმუშავა კარგად. აი, მოდი ერთხელაც გავტესტოთ voice-ი. იმიტომ რომ რაღაც არ მასვენებს ეგ ამბავი. გამარჯობა, როგორ ხარ? გაიგზავნა, დავაჭიროთ execute workflows და ნახოთ რას მიპასუხებს. ხო, ჯერჯერობით ისე პრობლემა აქვს სამწუხაროდ. აი, მოდი გადავიდეთ შემდეგ Node-ზე. ამას ავამუშავოთ უეჭველად, არ ინერვიულოთ. ხო, შემდეგი Node-ი შეეხება memories. ეხლა რომ გავტესტოთ. ესე იგი, მოდი მივწეროთ. ისევ ქართულად, გამარჯობა. როგორ ხარ? გავუშვათ workflow. გამარჯობა, კარგად, მადლობა. ხო, ეხლა მოდი ვკითხოთ ეს წინა მესიჯი თუ ახსოვს. რა მოგწერე? წინა მესიჯი. დავაჭიროთ relax. როგორც ხედავთ, ესე იგი, წერს, რომ წინა მესიჯებზე არ აქვს ცდომა. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა დავამატოთ ჩვენს AI აგენტს memory. იმისათვის, რომ შეინახოს, ესე იგი, chat-ის წინა მესიჯები. ამისთვის უნდა დავაჭიროთ memories plus relax და ავირჩიოთ პირდაპირ simple memory. ამ შემთხვევაში, ესე იგი, გვინდა chat-ის ID და აქ რო დავარედაქტიროთ ეს ველი, უნდა ავირჩიოთ define below და შემდეგ keys well-ში უნდა ავირჩიოთ ჩვენი chat-ის ID. დამოვიღოთ ID და დავაგდოთ keys well-ში. მოდი ახლა გავტესტოთ. ჯერ მივწერ ისევ. გამარჯობა, როგორ ხარ? დავაჭიროთ execute workflows. გამარჯობა, კარგად ვარ. ეხლა მივწეროთ აი ეს კითხვა. და გავარკვიოთ ახსოვს თუ არა. წინა მესიჯი. შენ მომწერე გამარჯობა, როგორ ხარ? მოგრეთ ახსოვს. მოდი ეხლა ესეთ ხრიქს მივმართოთ. რახან ქართულად ვერ იგებს voice-ებს, მოდი დავაძალოთ. ეხლა და მივწეროთ, რომ voice-ებზე მიპასუხე ქართულად. დავაჭიროთ execute workflows. ხო, აქ რაღაცა მოკლედ, რაღაცა ბოდიშებს გვიხდის. მოდი ახლა გავაგზავნოთ ისე voice-ი.
გამარჯობა, როგორ ხარ? დავაჭიროთ execute workflows. ეხლა სამხურად გვიპასუხა. მოდი კიდევ ერთხელ მივწერ. voice-ებზე მიპასუხე ქართულად და არა სომხურად. აი, ეხლა გავაგზავნოთ ისე voice. გამარჯობა, როგორ ხარ? ისევ მოკლედ, ისევ სომხურად პასუხობს. აი. მოდი ცოტას კიდევ გავტესტავ და მე დაგიბრუნდებით. მოკლედ მეგობრებო, რამდენიმე voice გავუგზავნე და როგორც იქნა, ესე იგი მიპასუხა, აქ კითხე რომელია საქართველოს დედაქალაქი მეთქი და საქართველოს დედაქალაქი ხო შეცდომი მიწერია, მაგრამ ნუ გრამატიკულ შეცდომებს ვიცით რომ ისევ უშვებს რა. საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი. გონი ამუშავდა როგორც იქნა, მოდი ერთხელაც გავუგზავნი რამე voice. რომელია ყველაზე გრძელი მდინარე მსოფლიოში? როგორც იქნა ამუშავდა, მოკლედ მსოფლიოში ყველაზე გრძელი მდინარედ მიჩნეულია ნილოსი, რომელიც აფრიკაში მდებარეობს. ხო, სიმართლე რომ გითხრათ, როცა ამის ორიგინალ ვერსიას ვაწყობდი, მაშინაც მომიწია ესეთი ტესტები. ხო, ამ შემთხვევაში ცოტა უფრო მეტი ტესტი მომიწია, მაგრამ ნუ არა უშავს. ესეთი ტესტები გვიწევს, რომ აი ბევრჯერ უნდა უთხრათ, რომ ქართულად მიპასუხე. ახლა აქ სომხურად რომ მიპასუხა, ამაზე უთხრე, მეთქი სომხურად აღარ მიპასუხო, მეთქი ქართულად მიპასუხე და მოკლედ რაღაცნაირად ბევრი ტესტის მერე იწყებს უკვე ქართულად საუბარს. იდეაში მგონი ჯობია რომ ჯერ მემორი დაამატოთ და მერე დააძლოთ ქართულად საუბარი, იმიტომ რომ წინა მესიჯებს იმახსოვრებს და ხო ამ შემთხვევაში მგონი უფრო მალე იზავს რა. შესაბამისად ჯობია ჯერ მემორი დაამატოთ და მერე ცადეთ. კაი, მოკლედ დიდი ნაწილი ჩვენი workflows-ი უკვე გაკეთებულია. ეხლა გვინდა უბრალოდ ხელსაწყო ინსტრუმენტების დამატება ჩვენი AI აგენტისთვის. ინსტრუმენტებში გულისხმობ Google Sheets და ესე იგი, ანუ ამ ფაილს, სადაც მაქვს ეს კონტაქტები დამატებული და ასევე უნდა დავამატოთ ფუნქცია, ინსტრუმენტი, რის მეშვეობითაც ჩვენი AI აგენტი გააგზავნის მეილებს. ესე იგი, დავაჭიროთ tools და მოვძებნოთ Google Sheets. ავირჩიოთ Google Sheets ტული. ესე იგი, ამ შემთხვევაში ავტომატურად არჩეულია ჩემი Google-ის აკაუნტი, თქვენ შემთხვევაში იქნება მხოლოდ create new credential, უნდა დავაჭიროთ ამას. შემდეგ უნდა დავაჭიროთ აი ამ relax და ჩვენი Google-ის აკაუნტით მოვახდინოთ მოკლედ ავტორიზაცია, რაც არის უმარტივესი. შემდეგ გვინდა ესე იგი tool description-ი, ანუ ინსტრუმენტის ესე იგი აღწერა. ამ შემთხვევაში პატარა მესიჯი უნდა დავწეროთ ამ აღწერის ველში. ესე იგი, ჩვენ შემთხვევაში იქნება მოკლე და მარტივი მესიჯი. ამ ინსტრუმენტის მოვალეობა იქნება CRM ფაილში ძებნა, ანუ a tool to search CRM. მეტი არაფერი არ გვინდა აქ მოკლედ. შემდეგ გვჭირდება ჩვენი დოკუმენტის არჩევა. ესე იგი, ჩვენ დოკუმენტს ქვია CRM ტესტი, ავირჩიოთ CRM ტესტი და შემდეგ გვინდა CRM ტესტიდან sheet 1-ი რა, ანუ ესე იგი, ამ შემთხვევაში ამ გვერდს ქვია sheet 1 და ეს ავირჩიე ახლა მოკლედ მეორე ველში. კაი, სულ ესაა Google Sheet-ის შემთხვევაში. მოდი შევცვალოთ სახელი და დავარქვათ ჩვენს ინსტრუმენტს search CRM. კაი, მოკლედ ესე იგი, პირველი ინსტრუმენტი, ესე იგი Google Sheet-ის დოკუმენტი დამატებულია და ეხლა გადავდივართ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტზე, როცა ჩვენს AI აგენტს უნდა გავუწეროთ გარკვეული ინსტრუქციები. ამისთვის გავხსნათ AI აგენტი და დავაჭიროთ add options. აქ უნდა ავირჩიოთ system message, სადაც ეხლა ავტომატურად წერია, რომ შენ ხარ რაღაცა დამხმარე ასისტენტი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება გარკვეული ინსტრუქციების გაწერა. მე მაქვს გამზადებული ეს ინსტრუქციები. აი აქ არის system prompt-ი, ხო ამ შემთხვევაში system message ქვია. system message ყველა აგენტის შემთხვევაში არის ინდივიდუალური. ანუ გააჩნია აგენტი რა საქმეს, რა დავალებას ასრულებს. და ეს system message შეგიძლიათ ChatGPT-ს დააწერინოთ, აუხსნათ მოკლედ, ესე იგი თქვენი აგენტი რას აკეთებს და system message დააწერინოთ, ხო. ამ შემთხვევაში ხა უცებრო გავიაროთ, რა გვიწერია მოკლედ. ვეუბნებით, ესე იგი მოდელს, რომ არის ჭკვიანი და სანდო ასისტენტი, რომელსაც აქვს წვდომა CRM-ის user-ის CRM-ზე, CRM სისტემაზე და email-ზე. მიზანი არის, რომ დაგვეხმაროს ჩვენი მოთხოვნების შესრულებაში და ეს დავალებები შეასრულოს მოკლედ სწრაფად და ზუსტად. და ყოველთვის უნდა გამოიყენოს შესაბამისი ინსტრუმენტები ამ დავალებების შესრულებაში. ეხლა რა ინსტრუმენტები გვაქვს? ამ შემთხვევაში გვაქვს, ესე იგი, Google Sheets-ის დოკუმენტი, რომელსაც დავარქვით search CRM, ეს სახელი ზუსტად ჩაუწერეთ.
ეს tool-ი ეს ხელსაწყო უნდა გამოიყენოს, რომ ესე იგი ამ CRM დოკუმენტში მოძებნოს და იპოვოს კონტაქტები, მათი დეტალები, საკონტაქტო ინფორმაცია და ამ კონტაქტებთან დაკავშირებული ჩანაწერები. და აქ ხო ბოლოში მაქვს, რომ შეიძლება დამატებით კიდე სხვა ხელსაწყოები დაგჭირდეს მომავალში. მოდი დავაკოპირებ ამას პირდაპირ და ჩავაგდებ system message. მე არაფერი არ გვინდა აქ მოკლედ. შეგვიძლია ეს დავხუროთ. ახლა დროა მეორე ინსტრუმენტი დავამატოთ. პრინციპში სანამ მეორე ინსტრუმენტს დავამატებთ, მოდი გავტესტოთ რამდენად აქვს ცდომა ჩვენს ესე იგი CRM დოკუმენტზე და რამდენად შეუძლია იქიდან ინფორმაციის წამოღება. მივწეროთ AI assistants შემდეგი ტექსტი. გამომიგზავნე ჩემი კონტაქტების დეტალები chat-ში. დავაჭიროთ execute workflows და ვნახოთ როგორ შეასრულებს ჩვენს დავალებას. ყველაფერი გამწონდა, გონი ყველაფერი კარგად გქონს. როგორც ხედავთ, გაგვიბრუნა პასუხი, ესაა თქვენი CRM კონტაქტების დეტალები და 4-ვე კონტაქტი თავისი დეტალებით მოკლედ გამოგვიზავნა chat-ში. ანუ იდეალურად შეასრულა ჩვენი მიერ მოთხოვნილი დავალება. მოდი ახლა voice-ით ვცელოთ, აბა რას იზავს. თავს ვერ დავდებ, რომ უეჭველი კიდე შეასრულებს, მაგრამ არა უშავს. მოდი ვცადოთ, ესე იგი ერთ-ერთი კონტაქტის მეილი ვკითხოთ. აი ნათიას მეილი ვკითხოთ მაგათ. CRM ფაილში მოიძიე კონტაქტი ნათია და გამომიგზავნე ნათიას L-post-ა chat-ში. დავაჭიროთ execute workflows და ნახოთ როგორ შეასრულებს ჩვენს მიერ მიცემულ დავალებას. გავხსნათ. ხო. იდეალურად შეასრულა ჩვენი დავალება, მოკლედ ისიც კი გითხრა ვინ არის ნათია და მოკლედ ხო აქ რაღაცა დამატებით ტექსტი გვაქვს კიდე. ხო, voice-იც მოკლედ შევიდეთ გაიგო. კაი, ეხლა დროა უკვე გადავიდეთ დასკვნით ნაწილზე, როცა უნდა დავამატოთ, ესე იგი, მეილის გაგზავნის ფუნქცია ჩვენს AI აგენტს. უნდა დავაჭიროთ tools. შემდეგ უნდა მოვძებნოთ Gmail-ი. დავაჭიროთ Gmail tools. ესე იგი, მოდი შევცვალოთ სახელი და დავარქვათ send email. აქ რა გვჭირდება, ხო, Google-ის აკაუნთი რახან უკვე შევქმნით, ანუ Google-ის აკაუნთის ხო გავიარეთ ავტორიზაცია. აქ უკვე ავტომატურად იქნება არჩეული ჩვენი Google-ის აკაუნთი. აქ ისევ შევცვალოთ description-ი, ანუ ჩვენ დავწეროთ მოდი a tool to send emails. კაი, ამ ორს არცვლით, შემდეგ გვაქვს to, ანუ ვის უგზავნით ამ mails. აქ მინდა გაგაცნოთ N8N-ის ერთი ძალიან მაგარი ფუნქცია. ამ შემთხვევაში ხელით რო არ უწეროთ, აქ ვის უნდა გაუგზავნოს მეილი, შეგვიძლია აი ამ ღილაკს დავაჭიროთ. ამ შემთხვევაში მოდელი, ანუ AI თვითონ განსაზღვრავს ამ პარამეტრს. ანუ ვის უნდა გაუგზავნოთ მეილი, თვითონ განსაზღვრავს ამას. შეგვიძლია დავაჭიროთ ამ ღილაკს. როგორც ხედავთ, ესე იგი გვიწერია, რომ ავტომატურად განისაზღვრება მოდელის მიერ. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ subject-ის შემთხვევაში, მაგრამ subject-ამდე მოდი ოდნავ მაინც ესე იგი დავარედაქტიროთ ეს ველი, დავაჭიროთ x. ესე იგი აქ თვითონ აქვს მოკლედ გაწერილი ეს ფორმულა, ესე რომ ვთქვათ. ხო, აქ შუაში როგორც ხედავთ, გვაქვს ცარიელი ადგილი და აქ შეგვიძლია გავუწეროთ მოკლედ შემდეგი მითითება. დაუკონკრეტოთ მოკლედ ვის უნდა გაუგზავნოს ეს იმეილი. ანუ შეგვიძლია ჩავწეროთ email address of the recipient. ესე შეგვიძლია დავარედაქტიროთ ეს ველი. შემდეგ გვაქვს subject-ი, ამ შემთხვევაში პირდაპირ დავაჭიროთ ამ ღილაკს, აქ არაფერი არ გვინდა. ბოლოს გვაქვს message-ი, ახლა შეგვიძლია პირდაპირ დავაჭიროთ მოკლედ ამ ღილაკს. იდეაში ეგ არის, რომ მეტი არაფერი არ გვჭირდება Gmail-თან დაკავშირებით, შეგვიძლია დავხუროთ ეს ინსტრუმენტი, აქ მოდი მოვაწესრიგოთ ცოტათი ჩვენი workflow, გავხსნათ AI აგენტი და პატარა შესწორება შევიტანოთ ჩვენ system prompt-ში, უბრალოდ system message. აქ როგორც გახსოვთ, გვაქვს მითითებული ერთი ხელსაწყო search CRM, ანუ Google Sheet-ის დოკუმენტი და აქ უნდა ჩავუწეროთ უკვე მეორე ხელსაწყოც, იმიტომ რომ დავამატეთ უკვე მეილის გაგზავნაც. ესე იგი მეორე ხელსაწყო იქნება send email და აქ მოდი დავუწეროთ შემდეგი პრინციპში მოდი დავაკოპირებ და ჩავაგდებ პირდაპირ. აქ ვეუბნებით რომ უნდა გაგზავნოს იმეილები და ბოლოში არ მიაწეროს ხელმოწერა რა, ან ბოლოში მეილებში ხო გვაქვს ხოლმე პატივისცემით გიორგიან, მადლობა გიორგი და ამ შემდეგ. ეს თავისით რო არ დაამატოს, მაგას ეგ გაუწერე ახლა ინსტრუქციაში. რაც შეეხება ხელმოწერას, ამას ჩვენ ახლა სხვანაირად მოვაგვარებთ, ესე რომ ვთქვათ. დავხუროთ აგენტი და გავხსნათ ისევ send email-ი
როგორც გახსოვთ, ქვემოთ გვაქვს message, რომელზეც მივუთითეთ, რომ AI-ი გადაწყვიტოს თვითონ რა უნდა ქნას, მაგრამ მოდი ახლა შევიტანოთ პატარა შესწორება. ესე იგი, გვაქვს message, მოკლედ ამას არ შევეხები, ამას დავტოვებ ესე და ამას თავში დავუწერ გამარჯობა ქართულად. ანუ ყველა email-ის ტექსტი დაიწყება გამარჯობით. შემდეგ გვინდა, ესე იგი, სივრცე, ანუ ხაზები უნდა გამოვტოვოთ. ამას როგორ ვაკეთებთ? აქ როგორც ხედავთ, email-ის ტიპი არის HTML. HTML-ი ხა რო არ ძალიან რო გაგვიგზელდეს და რო არ დავიწყო HTML-ის ახსნა, მოკლედ HTML-ი არის markup ენა, ესე ვთქვათ. აი საიტებზე რო შედიხართ, რასაც ხედავთ, საიტის ჩონჩხი, ეს არის HTML-ი რა, აი ელემენტები, ტექსტები შეიძლება მათ შორის. ну ძირითადად შემთხვევაში ელემენტი აი ღილაკები, სათაურები, ესენი ყველაფერი მოდის HTML-დან და ესე იგი HTML-ის ტიპი თუ გვაქვს email-ის ტექსტი. ამ შემთხვევაში, ესე იგი სივრცე რო შევქმნათ, ანუ ესე იგი რო გამოვტოვოთ ადგილი რა, ერთი ხაზი რო დავამატოთ, ცარიელი ხაზი, ამ შემთხვევაში ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ეს. მოდი ეს გავშალოთ, ამ ღილაკს დავაჭიროთ და აქ ვიმუშაოთ, რა ვიწვალოთ. ანუ აი ამ message-ის წინ გვჭირდება BR tag-ი რა. ესეთი რაღაც. BR ქართულად არა, ინგლისურად BR უნდა დავხუროთ ფრჩხილით და ესე იგი ამ შემთხვევაში უბრალოდ ხაზს გატეხავს და მერე გვინდა კიდე ერთი ხაზი რო გამოვტოვოთ და მერე დაიწყოს email-ის ტექსტი. ანუ კიდე ერთი BR tag-ი უნდა დავამატოთ ამის შემდეგ რა. მოკლედ BR tag-ი გამოიყენება HTML-ში სივრცეების შესაქმნელად. აი ხაზი რო გატყდეს მოკლედ რა და გამოვტოვოთ ერთი ხაზი შემდეგ რა და ხო ეს რო იცოდეთ მოკლედ რა. ამის შემდეგ ესე იგი, მოდი აქ მაინც გამოვტოვებ ერთ ხაზს. ამის შემდეგ რა ხდება? ამის შემდეგ გვინდა, ანუ ტექსტის შემდეგ გვინდა უკვე ბოლოში პატივისცემით გიორგი. გიორგის წინ გვჭირდება ისევ BR tag-ი და ხო გვინდა ისევ ლათინური ასოებით და პატივისცემით ამ სიტყვის წინაც გვინდა ამ შემთხვევაში ისევ ორი BR tag-ი, იმიტომ რომ ერთი ხაზი უნდა გამოვტოვოთ, ერთი გატყდება, მეორე უნდა გამოვტოვოთ რა. იმედია გასაგებად ხსნი. ამას აი მეილს რო გავაგზავნეთ, მე განახებთ ამას რა. აი ეს არის მოკლედ, ესე იგი ვიწყებთ გამარჯობით, მე ერთი ხაზი გატყდება, ანუ ახალ ხაზი გადავალთ, ამ ხაზს საერთოდ გამოვტოვებ და დაიწყება message-ის email-ის ტექსტი. შემდეგ რომ დასრულდება email-ის ტექსტი, გავტეხავთ ერთ ხაზს, ერთ ხაზს კიდე გამოვტოვებთ, გვექნება სიტყვა პატივისცემით, ამის შემდეგ ერთ ხაზს კიდე გავტეხავთ უბრალოდ და მე გვექნება სიტყვა გიორგი. ანუ გამგზავნი იმის email-ის. email-ის გამგზავნზე კიდე გამახსენდა, აქ უნდა შეგვიძლია ესე იგი მეილი რომ მოდის, იქ რო ჩვენი სახელი დაეწეროს, შეგვიძლია დავამატოთ add option და sender name. აქ შეგვიძლია პირდაპირ მივუთითოთ გიორგი. კარგი, მოკლედ იდეაში ვფიქრობ, რომ სულ ეს არის. მე მგონი შეგვიძლია რომ გავტესტოთ საბოლოოდ ჩვენი AI აგენტი. მოდი გავხსნათ ჩვენი ჩატი და გავაგზავნოთ მეილი ნათიასთან ისევ, ესე ჩემი მეილია ერთ-ერთი და მოდი გავაგზავნინოთ მეილი, მოკლედ მიწეროთ გააგზავნე. უბრალოდ მოდი ცოტა უფრო დეტალურად მივწეროთ. მოიძიე კონტაქტებში ნათია გაუგზავნე მეილის შემდეგი ტექსტით. მოდი მოვიკითხოთ უბრალოდ ნათია როგორ ხარ? დავაჭიროთ execute workflows. გვეუბნება ჩვენი ასისტენტი რომ გაიგზავნა მეილი წარმატებით და მოდი ვნახოთ მართლა წარმატებით გაიგზავნა თუ არა ჩვენი მეილი. გავხსნი Outlook-ს. როგორც ხედავთ, მოსულია მეილი. გამარჯობა, როგორ ხარ? პატივისცემით გიორგი. ბოლოში როგორც ხედავთ, ისევ მიამაგრა ავტომატური ტექსტი, რომ ეს email-ი გაგზავნილია N8-ის მიერ. მოდი ესეც მოვაშოროთ. ესე იგი ჩვენ გვინდა send email-ი და დავამატოთ add option append N8 attribution, ეს უნდა გავთიშოთ. აი, ეხლა აღარ მიიღოს მოკლედ არაფერს ჩვენს email-ს. მოდი ეხლა ვცადოთ voice-ი, ვნახოთ რას იზამს. კონტაქტებში მოიძიე ნათია და გაუგზავნე მეილის შემდეგი ტექსტით. სამწუხაროდ შეხვედრაზე 1 საათით მაგვიანდება. დავაჭიროთ execute workflows. მოგვივიდა პასუხი რომ მეილი წარმატებით გაიგზავნა და ვნახოთ რა იქნება ჩვენს მეილში. მოგვივიდა მეილი, მოდი გავხსნი.
გამარჯობა სამწუხაროდ შეხვედრაზე 1 საათით დაგვიანება მომიწეს. პატრიციემ გიორგი. ტექსტი გამართულია. გამგზავნის სახელი გვაქვს გიორგი და ქვემოთ ის, ესე იგი, დამატებითი ტექსტი ინგლისურ ენაზე აღარ გვაქვს. მოკლედ ყველაფერი მუშაობს იდეალურად. ტექსტური შეტყობინებით ასრულებს დავალებას, voice-თაც ასრულებს დავალებას. ხო, ეხლა სანამ დავამთავრებთ, შეგვიძლია ესე იგი ამ ასისტენტის სურათი შევცვალოთ, მოკლედ, აი manage bot უნდა მიცეთ. შეგვიძლია სახელით შევცვალოთ, შეგვიძლია აქედან ავტვირთოთ სურათი, დააყენოთ ნებისმიერი სურათი, თქვენი სურვილის და მიხედვით. ხო, ეხლა კიდევ ერთი საკითხი. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენს ასისტენტს ვაძლევ დავალებას, მიწევს ამ ღილაკზე, ესე იგი, დაჭერა. ანუ execute workflows შესრულება. ეს რომ ავიცილოთ თავიდან და ავტომატურად რომ იმუშაოს ჩვენმა აგენტმა, მარტივად უნდა ჩავრთოთ აი ეს ტაბი, აქ უნდა მიცეთ აქტივი. ამ შემთხვევაში უკვე აღარ დაჭირდება, მოკლედ ამ ღილაკზე ხელის დაჭერა, აი მაგალითად რომ გავტესტოთ, გამოვაგზავნოთ ყველა კონტაქტი, მოკლედ ზავნე ჩემი კონტაქტების დეტალები ჩატში. აი როგორც ხედავთ, აღარ დაგვჭირდა მოკლედ არაფერი დამატებითი ღილაკებზე ხელის დაჭერა, პირდაპირ გამოგვიზავნა მოკლედ ნათიამ ჩვენი მოთხოვნილი დეტალები. კიდევ ერთი საკითხი, რაც მინდოდა მესაუბრა, არის ესე იგი AI ასისტენტი, ანუ workflow-ში, ანუ უბრალოდ dashboard-ში ჩაშენებული AI ასისტენტი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერ დროს, თუ რამე პრობლემა შეგვიქმნება, ესე იგი workflows შექმნის დროს, შეგვიძლია ვკითხოთ AI ასისტენტს და მივიღებთ დახმარებას, მოკლედ საკმაოდ ძლიერი ასისტენტია და დაგეხმარებათ ყველაფერში, ძალიან ბევრ პრობლემას მოგაგვარებინეთ, მოკლედ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დამხმარე ასისტენტი N8N-ის. კარგი მეგობრებო, მოკლედ იდეაში სულ ეს არის, ცოტა დიდი ვიდეო გამოვიდა, მაგრამ მე ვეცადე რომ ყველაფერი კარგად ამეხსნა, დეტალურად ამეხსნა. მესმის რომ ხო ცოტა შეიძლება დამღლელი იყოს, მაგრამ უბრალოდ 10 წუთში და 15 წუთში შეუძლებელია ამ ყველაფრის ახსნა. მაშინ უბრალოდ უნდა დავაჭდეთ და ეს ნოუდები უცებ შევქმნა და ვერაფერს ვერ გაიგებთ მოკლედ რა, ესე რო ვთქვათ და ჯობია ცოტა ხანგრძლივი იყოს, მაგრამ რაღაცები დეტალურად ახსნა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ესე იგი ვამზადებ კურსს, რომელიც რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი. აი იმ კურსში უკვე ყველაფერს აბსოლუტურად დეტალურად გავივლით. სიღრმისეულად ახსნით ყველაფერს, შევქმნით რამდენიმე აგენტს, დავიწყებთ მარტივი აგენტებით, შევქმნით ბევრად უფრო კომპლექსურ აგენტებს კურსის ბოლოსკენ და მოკლედ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო კურსი იქნება და ამ კურსის შემდეგ უკვე ესე რომ ვთქვათ, აგენტურ AI-ს დაამხეცებთ. ასე რომ დაელოდეთ კურსის გამოსვლას, რამდენიმე დღე მჭირდება მოკლედ რომ დავასრულო და მერე გეტყვით ყველაფერს უკვე სად შეგიძლიათ შეძენა და ასე შემდეგ, ამ დეტალებს მერე გეტყვით, როცა უკვე დავასრულებ მუშაობას. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის, იმედია მოგეწონათ, იმედია სასარგებლო ვიდეო გამოვიდა და იმედია ყველაფერი გასაგებად ავხსენი, თუ არა და ვეცდები რომ გამოვასწორო მომავალში და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დამიწერეთ კომენტარებში მომავალში რის შესახებ გავაკეთო ვიდეო, ყველაფერს წავიკითხავ და გავითვალისწინებ. მოკლედ, მადლობა ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით, წავედით.